მეგობრებო, გამომწერებო, იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. ნახოთ აბა რა ენერგიები შემოდის ახლა. დღეს ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რა ენერგიები შემოდის. სამ კარტს ამოვიღებ, რომ ნახოთ რა ენერგიები შემოდის. 1 2 3 აბა ვინ მოიჩქარის, ვინ მოისწრაფის. ენერგიები შემოდის გამარჯვების, მტკიცე, გადაწყვეტილების მიღების, ოჯახთან დაკავშირებით, ნახეთ, სრული იდილია. თქვენი ახლობლები, თქვენი საყვარელი ადამიანები, ოჯახი და შემოდის ზეიმის. ნახეთ, როგორი ლამაზი კარტია. ეს არის 3 სამებას. ხო ვიცით, რომ სამება ესეთი სიმბოლური ნიშანია. წარმატების, სიუხვის, ბედნიერების, სიყვარულის, ზეიმის და ეს რას მიგვანიშნებს, ეს ენერგია, ესე იგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა, ჩვენ საყვარელ ადამიანებთან დავამკვიდრეთ და ზეიმი, რას ნიშნავს? ეს ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება? ესეთი კითხვა დაუსვათ ჩვენ ლამაზ კარტებს. ეს ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება? მამაკაც ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მამაკაცთან დაკავშირებით, მაგრამ მოდის სიახლე, ახალი ინფორმაცია მოდის, ახალი ამბავი მოდის. ეს ძველი ადამიანი, ვისაც ყავდათ და ვინც დაგანგრიათ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძალიან იმოქმედა თქვენს გრძნობებზე ამ კაცმა. ეხლა მოდის ესეთი ენერგია, რომელიც აღადგენს თქვენს ამ დანაკარგს და როგორ აღადგენს? ახალი ამბით. ეს იქნება ან საჩუქარი, ან ფულადი ინვესტიცია, ან ვიღაცა მოულოდნელი ფული, რაღაცა სამყარო კომპენსაციას გიგზავნით, რაღაცა სასიხარულოს გიგზავნით იმ დიდი დანგრევის, გულის ტკივილის შემდეგ და მაინც ვკითხოთ, ამბავი იქნება ყველა ვარიანტში ამ კაცისგან და სიყვარულის ამბავს გეკითხებით. სიყვარულის ამბავში პირადში იქნება ეს კომპენსაცია? ვინმე გამოჩნდება ახალი? ესე დაუსვათ. ჯერ დრო უნდა, გაურკვეველია ცოტა ხანი ეს ვარიანტი, ერთი თვე მაინც უნდა ამას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენზეა ჩამოკარგებო, დამოკიდებული, რამდენად გაუშვებთ, რამდენად თქვენი ემოციებიდან, თქვენი გრძნობიდან გამომდინარე, რამდენად იტყვით, რომ მორჩა დავამთავრე, უნდა გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. და მერე უკვე, თქვენ როგორც კი გაუშვებთ სამყაროში, ამ თქვენს განზრახვას, გულიდან ამოსულს, მერე მოდის უკვე ახალი ადამიანი. ეს ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული, მაგრამ ენერგიები არის სიყვარულით სავსე, რაც მთავარია, ენერგიები სიყვარულით სავსეა და ეს ადამიანი, ვინც ესე გული დაგწყვიტათ, ვინც ესე გულგაცრუება, რომ იგენეთ, ასე ვთქვათ, ხო? აბა, რა მდგომარეობაშია და თუ ნანობს? თქვენთან მიმართებაში ესე რომ მოიქცა, იმიტომ რომ კარტმა მაჩვენა დანგრევა, ხო? კარტიდან გამომდინარე ინფორმაცია მოდის, კი საჯარო გაშლა, მაგრამ უნდა ვკითხო, თუ ნანობს ეს ადამიანი თქვენთან ესეთ მოქცევას. დიახ, ბატონო, დიდი კონფლიქტი, შეხლა, შემოხლა, ლაპარაკი, მესიჯობანა, რომ იტყვიან ესეთი უხეში, ხისტი საუბრები, თქვენგანაც, ასევე თქვენგანაც, მაგრამ იყო ჩარევა, აქ იყო კიდე ვიღაც ქალი, სხვა, მესამე პირი, ნახეთ, ვიღაცა ადამიანი და სავარაუდოდ ქალი, ვის გამოც თქვენ გქონდათ სულ პრობლემა ამ კაცთან და ეს სულ სტაგნაციაში იყო. შეიძლება კანონიერად ყავდა ცოლი, ან რა ვიცი. მაგრამ მოდიოდა სტაბილურად თქვენთან, უნდოდით როგორც ულამაზესი ქალი,
და სტაბილური სიტუაცია, სტაბილური შეხვედრა, სტაბილური იგივე მესიჯი, კონტაქტი გქონდათ, მაგრამ ხო გეუბნებით, ყველაფერი მისი ეგოიზმის გამო ხდება. აი აქ ამოდის თვითონ როგორც იმპერატორი, ესე იგი მე ვარ მართველი, it's my rules, ეს ჩემი პრინციპები, ანუ მე როგორც გადავწყვიტავ, აი ქონდა რაღაც ესეთი და ამიტომ სამყარომ გადაწყვიტა, რომ გაეჩერებინა თქვენთვის სასიკეთო სიტუაცია, იმიტომ რომ არც იქით იყო, არც აქეთ იყო და გააჩერა ეს სიტუაცია. და რატომ გააჩერა? რახან სამყაროს კარტი ამოვიდა და ამოვიდა დასასრული დროებითი კონფლიქტის გამო. მაჩვენებს რომ ვიღაც ქალის გამო, ასევე ის რომ თვითონ ვერ წყვიტავდა და სტაგნაციაში იყო, ანუ კი მოდიოდა, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც პრინციპულ მოქმედებას ვერ აკეთებდა და მაშინ სამყარომ თუ გააჩერა ეს ადამიანი და თქვენი ურთიერთობა დაასტოპა, მაშინ სხვაც უნდა გამოჩნდეს და ეს სხვა გამოჩნდება კი ერთი თვე დაგჭირდებათ იმისთვის რომ გამოჩნდეს ნამდვილად სხვა ადამიანი, ეს იქნება უკვე სამყაროსგან გამოგზავნილი ადამიანი, ეს იქნება თქვენი მოთხოვნით, თქვენი გაჟღერებით, როგორც კი იტყვით, რომ არ მინდა დავამთავრე ამ ადამიანთან, უშვებ ველოდები ახალს ღირსეულს და მოდის. და ეხლა რჩება თქვენთვის, აი ესეთი რჩევა იქნება თქვენთვის, აბა ურჩიეთ ჩემო ლამაზო კარპებო, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, ურჩიეთ აბა რას ურჩევდით ამ ადამიანებს, ვისთანაც ეხლა საჯარო გაშლა მოვიდა ესეთი ინფორმაცია, რას ურჩევდით. დაელოდეთ ჩემო კარგებო, დაელოდეთ, გამოდიხართ იმ რაღაცა მარტოობიდან, იმ რაღაცა აი თქვენთვის რო იყავით, არ გინდოდათ გასვლა, ეს დეპრესია, ესეთი მომენტი გქონდათ ამ კაციდან გამომდინარე, დაელოდეთ, მოდის ახალი ადამიანი. საკმაოდ აქტიური და ზუსტადად სამყაროს საჩუქარი იქნება ეს. მოკლედ, აი ესე დავამთავრებ. გქონდეთ იმედი, რწმენა და გჯეროდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, აბა თქვენიცით.